ხო არის ხოლმე რა, რომ ეს ფემინისტები ხალხ გამოდიან ხოლმე, ძირითადად ეს ქალები მაქვს მხედველობაში და მატრიარქატს რო ქადაგებენ ხოლმე, რომ არა ოჯახი, არა ის, მოკლედ შენი ის უნდა გქონდეს, შენი კარიერა, შენი ახლა ეგეთი რაღაც გავლილია ისტორიაში და არის ამას ერქვა ესე ვთქვათ დღევანდელ ფემინისტებს, ხო? მაშინ ერქვათ ამორძალები იყვნენ, რომლებიც წარმოიდგინეთ ქალები იყვნენ ერთად, იარაღებით და იმეები და ამეები და ამათ ჰქონდათ ესეთი ის, რომ ნებისმიერ კაცს ცოლს მოპარავდე, ისე ქმარს მოპარავდე, გაწამოიყვანდე, თუ ვიღაც ნებისმიერ კაცს, ვისაც მოეწონებოდათ მოკლედ რა. და სექსუალურად ძალადობდნენ ამ კაცზე რა, და ამ ესეთ კაცებზე ყველანი ერთად რა. ეს იყო მთელი ისა რა ქვია, ამორძალების, ამ ქალების მატრიარქალური ახლა წარმოიდგინეთ რა, იგივეა ხო, ახლა რასაც ესენი ქადაგებენ, ოღონდ თანამედროვე სტილში გადმოტანილი რა, 21 საუკუნის და არქეს ფემინიზმი უბრალოდ რა. რომ არ აინტერესებს არც ოჯახი, არც კაცი, არც ისა, კაცებთან ესეთი და მე არ ვიძახი რომ რა თქმა უნდა კაცები ძალადობენ და ძალიან შეიძლება ბევრი ძალადობს ქალზე, მაგრამ ქალებიც ხო ძალადობენ კაცებზე. ესე ხო არ არის რომ მარტო კაცები ძალადობენ. მაგრამ რატომღაც მარტო კაცები ისჯებიან? აი ძალიან დიდი უსამართლობა არ არის? არ ვიცი მე რა და ამას ხადავენ მატრიარქატს ხადაგებენ ესენი რომ აი არა რა არც ქმარია საჭირო არც ის არ არის მე ჩემი შრომით უნდა მივახციო და მე იმით უნდა კაცი დაიჩაგროს და მე თავი ჩემი შემოსავალი ხო ძირითადად ხო ესეთი რაღაცეები არის ხო აი არ ვიცი ეკიდე შერეკილები რა გენიოსი ის არის რა აი პატარა ორწამიანი მონაკეთები და გადახოთ რა დაგვანებეთ რა თავი მრეკეთ ბოთლი თავში ქალბატონო მარგარიტა რა აი მრეკეთ თავში ქალბატონო მარგარიტა ხო ნუ აი იმ დღეს უყურებდი რა მოკლედ რა რომ აი ესენი ეს ჩვენი ვითომ პოლიტიკოსები ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ ქალებზე მაქვს რა ლაპარაკი რა და ძირითადად ამ შემართებით რო არიან ყველანი რა რომ რამე სიტუაციაში მოკლედ კაცებზე გაიარონ რა და რაღაცა ცუდი თქვან და რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენონ და მოძალადეები მარტო მაგათ უწოდონ და როგორ მოძალადი არის როგორც იქ ქალში ისე კაცში ხო აბა ნახოთ უბრალოდ შევადაროთ რამდენი კაცი არის დაჭერილი ქალზე ქალებზე და იმაზე დალადობაზე და რამდენი ქალი არის დაჭერილი შესაბამის იმაზე რა ქვია დალადობაზე აბა შეადარეთ ელემენტარულად რა ერთი ქალი არ არის დაჭერილი შეიძლება ითქვას და კაცები არის მიაკ ციხე მაგიმით დაჭერილ კაცებს რა ქვია ხო და ეს ყველაფერი ძალიან მიკერძოებულია რა ძალიან მიკერძოებულია ესეც არის არასამთავრობოები და შემოგდებული აი ფემინისტური ჯგუფების ამბავი რომ კაცები ესე დაიჩაგრონ რა თუ არის სამართალი მაშინ იყოს სამართალი და ყველა მოძალადე დაისაჯოს როგორც კაცი ისევე ქალი ეს ძალიან უსამართლო რამეა თორე ეს ეხლა რაც ხდება ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების მიღებული ამბავი და მიაღებინეს თავის დროზე ხელისუფლებას და აი ხდება ის რაც ხდება რა კაცები იჩაგრებიან ქალები კიდე აი გულაობენ ნებისმიერ შეუძლია უჩივლოს და დაურეკოს პოლიციაში და ყველა ვარიანტში კაცია დამნაშავე ყველა ვარიანტში არც კითხულობენ საერთოდ რა არაფერს რა ძალიან უსამართლობაა და ყველა აი ამ სფეროში გინდაც აი ამ სფეროში და გინდაც სხვა სფეროებში სადაც ესეთი უსამართლობა არის უნდა იმას ვქნათ რა ქვია გამოვსწორდეთ აუცილებლად ძალიან ბევრი გამოსასწორებელი გვაქვს მინდა გითხრათ რა ძალიან ბევრი გამოსასწორებელი და ამას აუცილებლად გამოვასწორებთ იმიტომ რომ ეს უნდა იყოს სამართლიანი ქვეყანა და არა ვიღაც საიდანღაც ჩაწოდებული ფემინისტური თუ სხვადასხვა ისი რა ქვია LGBT თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ისა რა PR ესე ვთქვათ ნეოლიბერალური ქვეყანა რა სამართლიანი ქვეყანა უნდა იყოს ყველასთვის და ეს აუცილებლად მოხდება რა